მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რადიო მსმენელებო, ობიექტივის ტელევიზიიდან, სტუდია ნომერი 8-დან. დღეს თქვენთან ერთად 1 საათის განმავლობაში ვიქნები მე ირაკლი კობრავა და ბატონი გიორგი კარტოზია. დღეს ყავს სტუმრად ქალბატონი ნელა გოგოლაძე, ეს ადამიანი ქალბატონი არის ადვოკატი. თქვენ გემახსოვრებათ ესეთი გახმაურებული საქმე იყო, ტრაგედია მოხდა, გიორგი შაქარაშვილი გარდაიცვალა, მე მინდა კიდევ ერთხელ მიუსამძიმრო ოჯახს და ახლობებს, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ ამის გარდა რომ ეს ძალიან ცუდი ფაქტი, კიდევ ერთი ფაქტი ის არის, რომ 5 ახალგაზრდა, რომელთაც არც მტკიცებულება, არც არაფერი, არც ადვოკატების ბრძოლა, ექსპერტების დასკვნები და რა ვიცი, მთელი ეს საქმე შეთითხნილი 5 ადამიანს მიუსაჯეს 16 წელი ახალგაზრდა ბიჭებს. დანაშაულის ფაქტები არ იყო, მაგრამ ამას უკეთესად ქალბატონი ლელა მოგვახსენებს, ის ერთ-ერთი ეგრეთ წოდებული დამნაშავის ჩიქოვანის ადვოკატი ბრძანდებოდა და საქმეში კარგად ჩახედულია, თვითონ ორი სიტყვით გვეტყვით რა მოხდა და რა საჭიროება იყო ესეთი მკაცრი სასჯელები და ესეთი დაუნდობელი ქმედება მოსამართლის მხრიდან. გისმენთ ქალბატონი ლელა? მოგესალმებით ბატონებო, პირველ რიგში შემოუერთდები თქვენს პირველივე განცხადებას, მიუსამძიმრებ მე ოჯახს და ჩვენი ყველა სასამართლოს ხდომა იწყებოდა იმით, რომ ეს ნამდვილად იყო ტრაგედია და ეს არ იყო მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს იყო სრულიად საქართველოს ტრაგედია. ამას ვამბობდი პირველ დღეს, ვამბობ დღესაც და გავიმეორებ. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტი იყო სრულიად საქართველოს ტრაგედია. ეს იყო ერთ-ერთი წარმატებული საუკეთესო ახალგაზრდა ბიჭი. გეთანხმებით. ეხლა რაც შეეხება მომხდარ ფაქტს, მე წვრილად არ შევეხები ბატონებო ამ საკითხს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თქვა საქმეზე, ბევრი დაიწერა. უკაცრავად ერთ ჩაგეჭირებით, ამას ჩვენც ვადევნებდით თვალყურს, მაგრამ აი დამიჯერეთ რა, რაღაცები მესმის და ვიცი, მაგრამ ვერ გავარკვიე რა ხდებოდა. ხან ერთს ამბობდნენ, ხან მეორეს, ხან რაღაცა მოხდა, ხან ის, ესე იგი ესეთი აბდაუბდა და ესეთი დაულაგებელი შეთითხნა მიშას დროსაც არ ხდებოდა. ჩვენ რო დაგვიჭირეს ისე შეთითხნეს საქმე, რომ თვითონაც კი ეცინებოდათ, მაგრამ მაინც დაგვიჭირეს და ეხლა მე მგონია დემოკრატია მოვიდა მეთქი და გვეშველა და დიახ ბატონებო, მოგახსენებთ. მე აქ ერთი პატარა რაღაცა მინდა ვთქვა, მე ამ საქმეზე ვიყავი ადვოკატი პირველ ინსტანციაში, მეორე ინსტანციაში, ვახტანგ ჩიქოვანის და აკაკი ქრუიშვილის ჩავერთო უკვე აპელაციაში. დღესდღეობით მე ადვოკატი არ ვარ, მაგრამ ამ საქმეში სრულად ვღებულობდი მონაწილეობას როგორც ადვოკატი. ეხლა რაც შეეხება იმას, თქვენთვის გაუგებარი იყო, არა მარტო თქვენთვის, საზოგადოებისთვისაც და ბევრისთვის გაუგებარი იყო ეს საქმე. ჯერ დავიწყოთ იმიტომ, რომ საერთოდ საქმე დაიწყო ბრჭყალებში ეს ეგრეთ წოდებული გაუჩინარებულ ბიჭზე, იმ ღამეს გაუჩინარებულ ბიჭზე ოჯახის ადვოკატის ციტირებას მოახდნენ. შეიძლება აი რაღაცა ოდნავ სიტყვებში ავწდე, რომ ფაქტობრივად გამორიცხავს რაიმე, აი გეტყვით ციტირებას, რომელიმე მოკამათე იყოს ერთ-ერთი ბრალდებული. ანუ თვითონ ოჯახის ადვოკატი პირველ, მეორე, მესამე დღეს მიცემულ ინტერვიუებში ამბობს, რომ რომელიმე მოკამათი რომ მოხდა ამ წვეულებაზე ეს დადგენილი ფაქტი იყო, მაგრამ თვითონ რომელიმე მოკამათეთაგან ვინმეს ბრალს გამორიცხავს. უბრალოდ გამოძიებას ვერსიას ამბობს, რომ ეს იყო ფატალური შემთხვევა და გამოძიება ეძებს მანქანებს, იღებს მანქანებს, მიყავს ექსპერტიზაზე, ვინაიდან ეჭვობს, რომ იყო ფატალური შემთხვევა და უნდა ამ მანქანის დადგენა, რომელიც არ ჩვენ არ ვიცით. ანუ ეს ვერსია წავიდა, იმიტომ თქვენც ვერ გაიგეთ. შემდეგ უცებ გვებულობთ, რომ საქმე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით, რომელსაც ასეთი განმარტება მიცა გამოძიებამ, რომ ასეთი საქმეები უბრალოდ ასე იწყება. კი ბატონო, ესეც გავიგეთ, ეს აბსოლუტურად სხვა მუხლია. მერე უცებ 17 პიროვნებას იჭერენ 126 მუხლით, რომ უკვე ნებათა ღელვა ჩამხრალიყო მოსახლეობის მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე. და რამდენიმე დღის შემდეგ უკვე დაამძიმეს მუხლი.
მუხლის დამძიმება ბატონებო ნიშნავდა უკვე სატყუარეს გადაგდებას მოსახლეობისთვის, რომ ნახეთ მუხლი დავამძიმეთ, ყველას სასტიკად დავსჯით. თუმცა დაისვა მეორე კითხვა, ვინ შეიძლება დასჯილიყოს სასტიკად. სასტიკად დაისაჯენ ის პიროვნებები, რომელიც საზოგადოებისთვის უფრო ადვილად დამაჯერებელი იქნებოდა, რომ მათ შესაძლო ბრჭყალებში ჩაედინათ ეს დანაშაული. აი, ამიტომ დაიბენით არა მარტო თქვენ, დაიბენით ბრჭყალებში და არა მარტო თქვენ მთელი საზოგადოება. ეხლა რაც შეეხება რატომ მიიღო მოსამართლემ ესეთი გადაწყვეტილება. მოგახსენებთ, რომ ეს იყო ძალიან გახმაურებული საქმე. ეს მასმედიის საშუალებით თუ თვითონ საქმის სიმძიმიდან გამომდინარე, საქმე გახდა ძალიან რეზონანსული და ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი საქმე გამოდგა. ჩემ აზრს მოგახსენებთ და მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორ აზრთან შორს. ჩვენ გვახსოვს ბაჩალიშვილის საქმე, ჩვენ გვახსოვს სარალიძის საქმე, გვახსოვს სარალიძის საქმე, რომელიც მივიდა კარვებამდე, რომელიც მივიდა პარლამენტის შენობის წინ აქციებამდე, რომელიც მივიდა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების ინტერესებამდე და ძალიან რთული შედეგები მოყვა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოებას, საშიშროება თუ არ დაუყენა, ასეთ დიდ სიტყვას არ ვიტყვი. კითხვის ნიშნები დაუსვა, გადავიდა პოლიტიკურში და არასასიამოვნო სიტუაცია შეუქმნა სახელმწიფო წესწყობილებას, სახელმწიფო უსაფრთხოებას. ნახეთ, როგორ გავდა ბუნებით ეს საქმე იმ საქმეებს, ამიტომ აუცილებელი გახდა ვინმე განტევების ვაცის პოვნა ან ვინმეების, რომელიც ამ საქმეზე სამაგალითოდ და საკმაოდ მკაცრად იქნებოდნენ დასჯილები. სამწუხაროდ ეს მსჯავრდებულები, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს და ასეთ მკაცრ სასჯელს, აღმოჩნდნენ ის პიროვნებები, რომლებიც საზოგადოების გულისთვის არა მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების გულისთვის, ნებათა ხელვის დაცხრომის გულისთვის, ტემპერატურის დაწების გულისთვის, საქმე არ გამხდარიყო პოლიტიკური და ეს კიდე რო გავაგრძელო, დიდხანს გავაგრძელებ, ძალიან ბევრი მიზეზთა სხვათა გამო აუცილებელი იყო ამათი პატიმრობაში მიცემა. მისცეს პატიმრობაში სამაგალითოდ დაისაჯენ და საკმაოდ მკაცრი მუხლებითაც დაისაჯენ. ახლა რაც შეეხება განაჩენს, რაც თქვენ გკითხეთ, რატომ დადგა ასეთი განაჩენი და როგორია ეს განაჩენი. განაჩენი არის მერწმუნედ თუ ერთადერთი არა. აი თქვენ ახსენეთ ძველი ხელისუფლება, ახსენეთ მიშას ხელისუფლება, ციტირებას მოვახსენეთ თქვენი სიტყვებიდან ასე თქვით, მიშას ხელისუფლება და ამიტომ გავიმეორებ. ამ საქმეებთან რომ შევადარებთ, თუ ერთადერთი არა, ეს საქმე, შაქარაშვილის საქმე, არის ერთ-ერთი საქმეთაგანი, რომელშიც, როგორც იურისტის თვალით გეუბნებით, რომელშიც არ არის არანაირი მტკიცებულება, რომ საერთოდ ჩადენილია დანაშაული. ხაზგასმით ვიმეორებ. არამც თუ ჩადენილია კონკრეტულად ამ მსჯავრდებულების მიერ, არამედ ზოგადად ჩადენილია დანაშაული. ამისი მტკიცებულებები არ არის. მიცვალებული ნახეს 4 დღის მერე, ხო? ადგილზე, სადაც რაღაცა შემოდებული იყო და ეძებდნენ, მე მახსოვს 4 თუ 5 ჯიპები იდგა, იქა თელი ეს ჩინოვნიკები იქ იყვნენ ჩასულები, რას აკეთებდნენ ესენი? ყარაულობდნენ, როდის ამოტივდებოდა, როდის გამორიყავ, რას იცით რა მაგის სამაშველო სამუშაოები მიდიოდა? ჩვენ ასე მოგვახსენებდნენ, სამაშველო სამუშაოები მიდიოდა აქ ბატონო ჩემო, მაგრამ თუ ეს ძალოვანი სტრუქტურების ამდენი ჯიპები თქვენ გწოდნიათ და ყველა მიცის თელმა საზოგადოებამ ამას დარაჯობდნენ, ასე ვთქვათ, რომ იქ რამე არ გარადგურებულიყო. მე ჩამოგითვლით, რაც ჩემი ჩამთვლით არ ზინდა, თქვენ ციცით და ყველა მიცით. ფერადი შენობა გადაიწვა. განათების შუქურა, რომელზეც შეიძლებოდა რაიმე კვალი ყოფილიყო. გაქრა, ამაზე სავარაუდოდ იყო კამერა, ის კამერა გაქრა და ყველაზე მთავარი, ჩანაწერში, რომელზეც დაფუძნებულია ძირითადად ბრალი და შემდეგ ამ ბრალს დაეფუძნა გამავტყუნებელი განაჩენი პირველი ინსტანციის მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის ბატონის ტურუას მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელსაც დაეფუძნა ჭკვიანი კამერების ჩანაწერებს გულისხმობ,
10 წუთშია ცდომილებაში. ანუ ყველაფერი იქ დაემთხვა და მეც თქვენსავით მაშინვე გამიჩნდა ეს კითხვა სასამართლოზეც დავსვი, პროკურატურასთანაც დავსვი, რა თქმა უნდა, როგორც არაერთი ეს კითხვაც პასუხგაუცემელი დარჩა და შესაბამისად ვერც მე გაგცემთ პასუხს, რას აკეთებდა მაშინ იმდენი სამართალდამცავი იქ, როცა განადგურდა ამდენი მტკიცებულება. და შემდეგ გვამი გარდაცვლილი საწყალის იქვე აღმოჩნდა, ხო მერე? გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი ძალიან ახლო მანძილზე იქნა ნაპოვნი, როცა რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დაარჩევი მოგონი და ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით საქმე ამაშია და არა დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებით იმ სიჩქარის, იმ დროინდელი, იმ დღევანდელი, იმ სიჩქარის მდინარეს არაგვის დინარეს სპეციალისტების მიერ გაცემული პასუხია სასამართლო გამოძიებაზე, რომ გვამი აუცილებლად ბევრად შორს უნდა 5 კილომეტრი. აი, ბევრად ყოველ შემთხვევაში ბევრად შორს უნდა ყოფილიყო გვამი, რომელიც გარკვევით, კაფიოდ, ყოველგვარი აპელაციის და კითხვის ნიშნის გარეშე გაგვცა სპეციალისტმა სასამართლო გამოძიების დროს. Ну, ეხლა ამდენ კითხვაზე გაუცემელი პასუხის შემდეგ სასამართლოს რომ გამოაქვს გამომტყუნებელი განაჩენი, ეს ყველასთვის ხომ ცნობილია, რაც მოხდა. ეს ბრალდებულები, ამ შემთხვევაში უკვე მსჯავრდებულები არიან განტევების ვაცები, გამოცხადდა დამნაშავედ. გამომტყუნებელი განაჩენით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ დადგა გამომტყუნებელი განაჩენი, რომელიც სადაც აბსოლუტურად ერთ პირდაპირ მტკიცებულებას ვერ იპოვებს, საერთოდ რომ დანაშაული მოხდა იმაზე უკაცრავად და არა ზოგადად ამ ბრალდებულების მიმართ და ერთ სიტყვი რომ არ დამავიწყდეს უკაცრავად 330 ციფრში არ მინდა შევცდე განაჩენი, რომელიც იყო საკმაოდ მოცულობითი განაჩენი, რომელსაც მთელი საქართველო ელოდებოდა, რომელიც ამდენი თვე მიდიოდა და უნდა გამოცხადებულიყო, ესეც კითხვის ნიშანს ტოვებს, მაგალითად, ჩემთვის როგორც ჩვეულებრივი მოქალაქისთვის და მით უმეტეს როგორც იურისტისთვის, რომელიც უნდა დაწყებულიყო პირობითად პირველ საათზე 40 წუთი და ცოტა მეტის დაგვიანებით დაიწყო. სულ 4-5 წინადადება უნდა გამოეცხადებია, ჩვენ ვიცით რომ სამოტივაციო ნაწილს არ აცხადებს მოსამართლე. სულ 5 წინადადება უნდა გამოეცხადებია, რომელ ბრალდებულს რა მიესაჯა და რას ელოდებოდა მოსამართლე დღემდე. ჩემთვის მაგალითად ესეც კითხვის ნიშანია. არ ჩამოვიდა დარბაზში, მოსამართლე რაღაცას ელოდებოდა და 45 წუთის დაგვიანებით ჩამოვიდა 330 გვერდიანი კიდევ იძახი ციფრში არ მინდა ვინმე გამომიკიდებს 300-ზე ზემოთ განაჩენი 15 წუთში გამოაცხადა და გავიდა დარბაზიდან, თუმცა ამას ველოდეთ 45 წუთი როდის ჩამოვიდოდა ამ 15 წუთიან განაჩენს როდის გამოაცხადებდა. კარგით, ეს დიდი შეცოდება არ არის, ფაქტი ის არის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ფუნდამენტური ნაწილი არის, რაზეც ეს კოდექსია აგებული, პირველი რაც არის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დადგეს მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებების და არაერთის საფუძველზე. პირდაპირი მოთხოვნა კაზუალური და ამ საქმეში მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ. არ არსებობს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება და არც ირიბი, არამც თუ ერთზე მეტი და ორზე მეტი, არც ერთი. ერთი შეკითხვა მაქვს. ეს ხალხი, ეს 5 ბიჭი მეოთხე დღეს დააკავეს, არა, როდესაც გვამიპოვეს. მანამდე ძებნა რო გამოცხადდა და თურმე დაინახეს, რომ ესენი გაეკიდნენ იმას, რატო მაშინ არ დააკავეს და არ დაკითხეს და რაღაცა პირობით, არ ვიცი, ხო ხდება ეს ეჭვის ნიადაგზე გაეკიდნენ, ბავშვი დაიკარგა, კამერებიდან დავინახეთ, რომ სადღაც ბილიკებზე დარბოდნენ ესენი, თან ფეხბურთელმა ბიჭმა ახალგაზრდამ ვერ გაასწრო ამათ, რა მოხდა, როგორ მოხდა და მეორე კითხვა, შემდეგ ინსტანციებზე როგორ იყო ეს? მოდით, დავიწყოთ პირველი კითხვიდან. და ისა 5-ვე მცემა ერთდროულად ურტყამდნენ, ესენი ხო სხვადასხვა მხარეს წავიდნენ. ერთ მხარეზეც რო წასულიყვნენ, ერთი ადამიანი ფიზიკურად როგორ შეიძლება 5-მა მოკლას, ხო? ერთი რაღაცას აკეთებს, მეორე რაღაცას ცემდნენ თორე. ხო, ნუ აი შედეგი 5-ვესგან თანაბრად დადგეს, ასეთი იურისპრუდენციაში მე არ ვიცი. ეხლა პირველ კითხვას რაც შეეხება, რომ ეს ბიჭები 4 დღის შემდეგ იყვნენ დაკავებულები. აი
საქმეში დევს ეს. ანუ მე ისეთ რამეს არ მომბ, რაც არ არის საქმეში, სისხლის სამართლის საქმეში. ჩანს დამტკიცებული ფაქტია, რომ არც ერთი არ გაცილებულა თბილის სახლს, ოჯახს, არცეც არ გამოურთია ტელეფონი და ყველა თავისი ფეხით მივიდა პოლიციაში ჩვენების მისაცემად. უფრო მეტიც კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ვახტანგ ჩიქოვანმა ტანსაცმელი იმისთვის რომ მერე კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო ან დნმ-ზე ან სისხლის კვარზე ან გაურეცხალ მდგომარეობაში როგორც იცო ანუ არა გარეცხილ მდგომარეობაში წარადგინა თავის იმ დღევანდელი ტანსაცმელი შეგნებულად არ დაიჭრა ფრჩხილები რომ დნმ-ი აქაც უნდა ამოსულიყო წესით და ესეც შეგნებულად მიიღო ამ საგამოძიებო მოქმედებაშიც მონაწილეობა. არც ერთი არ გაცილებულა ოჯახს, ყველა თავისით წარდგა პოლიციაში, ყველა იყო ოჯახში. და უფრო მეტიც ერთი დეტალია ძალიან საინტერესო სატირალი რომ არ იყოს სასაცილო ჩიქოვანს თავი ქონდა გატეხილი იგივე საქმეში ვახტანგ ჩიქოვანი არის როგორც დაზარალებული ისე ბრალდებული იყო ახლა მსჯავრდებული რა თქმა უნდა 112-ში რეკავს თავისივე ტელეფონით ეს ჩემ პატარა ბავშვმაც იცის რომ 112 შინაგან ზალოვანი სტრუქტურას და 112-ია 112-ში რეკავს ტკივილი რომ მოემატა ამ ჭრილობაზე 112-ში რეკავს სახლის წინ ელოდება 112-ს და მიყვება თავის გასაკერად. ადამიანი, რომელიც ბრჭყალებში ვამბობ უკვე, ეს ცუდად არ გამიგოს მოსახლეობა, რომელსაც შემდეგ ბრალი წარედგინა ადამიანის კლუბაზე. სახლის წინ ზის 112-ში. სახლის წინ ზის 112-ში რეკავს და ელოდება სასწრაფოს. საოცარია. ეხლა მიშას დროს ჩვენს ამნაირის ჩემო ბატონებო არის უამრავი კითხვა რა თქმა უნდა ჩვენ ყოველას ახლა ვერ დავსვამთ ბევრი ითქვა ამაზე ყველაზე ცუდი ის არის რომ ამას სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება ან არ უნდოდა რომ მიექცია ან დავალება ქონდა როგორც ხდება ხოლმე მე არის ვერსია მე ჩემ ვერსიას მოგახსენეთ და თავს არავის არ მოვახოვ თუმცა მე ვალდებული ვარ იურისტი ვარ და მხოლოდ იურიდიული ჩარჩოებიდან გამოვიდე რომ ეს იყო უბედური შემთხვევა ან ეს იყო ჩვეულებრივი პირამიდა რომელიც თავშიც სადაც ნამდვილი დამნაშავე დღეს ეს ქუჩაშია და დადის ქუჩაში და აუცილებლად იმის ის კი არა რომ ეს ხუთი ბრალდებულია ისეთი ფიგურა რომ საზოგადოებისთვის საშიში იყო და აუცილებელი იყო მათი მკაცრად დასჯა და პატიმრობა ის იყო ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა იმ პირამიდის თავში ვინც არის რომ ეს ხუთი პიროვნება უნდა ჩამჯდარიყო რომ იქამდე არავინ მისულიყო და მათამდე ეჭვი არ მისულიყო ამას მოყვა მათი დაჭერა ანუ უბედური შემთხვევა და პლუს პოლიტიკური კრიზისი აიცილეს პოლიტიკური კრიზისი რომელიც უკვე გვქონდა წარსულში მაგალითად ეს რომ პირველი ყოფილიყო შეიძლება ასეთი ამბავი არ ყოფილიყო ჩვენ უკვე გვქონდა ეს მაგალითი რაც ძალიან ცუდი მაგალითი გვქონდა სარალიძის საქმეზე და ეს პოლიტიკური კრიზისი აიცილეს ამით თავით და ხუთი ადამიანი დაღუპეს ის მდგომარეობით ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე საკმაოდ მკაცრ სასჯელს იხდის ხუთი ახალგაზრდა პიროვნება გამოვლენ სადღაც 40 წლისები, არა ოჯახი, არა მოდით ასე ვთქვათ. მე აგერ თქვენ სტუდიაში ვდებ პირობას, რომ თუნდაც იმათ ცდომილებაზე, თუნდაც ის რომ ჩვენ აქ ყველა ინსტანცია გავიარეთ, ოჯახს ჩვენ არ შეგვიწყვეტია ამაზე კიდევ ფიქრი და ჩვენ ხომ გვინახია წლების მერეც ხომ გვინახია გამოჩენილი სიმართლე თქვენ ხომ იცით რომ ბოლოს სიმართლე მაინც გინდება ამაში ცუდი ის არის რომ წლები გადის და უდანაშაულო ადამიანები ციხეში ისხდებიან თუმცა შეიძლება გაძლევთ პირობად ამ სტუდიაშიც კი გაჟღერდეს სიმართლე რაც იქნება ჩვენ ამაზე ვაგრძელებთ მუშაობას. იმას ვინა უნაზღაურებს იმ ნერვიულობას, ეს აუნაზღაურებს. ეს ტრავმა მშობლებისთვის, ოჯახისთვის, თვითონ პატიმრებისთვის ეს არის აუნაზღაურებელი. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე გაიგო. ღმერთმა ქნას და ჩვენც იმედი გვაქვს, იმიტომ რომ ბოლო-ბოლოს უნდა მოვიდეს ის დრო, როდესაც სამართლიანი იქნება არ და ვიღაცის პოლიტიკური და მიზნობრივად ისჯებოდეს ადამიანები, რომ ვიღაცა ნაძირალა გადარჩეს რაღაცას და ვიღაცამ ხელისუფლება შეინარჩუნოს, ამისთვის ერთი ადამიანის გაწირვაც კი არ შეიძლება და ეს არის მიუღებელი.
და ყველაზე მთავარი, აი მოდი თან დღევანდელთან რომ მოვიდეთ თან ხვედრაში დღეს საქართველოში რამდენ მდგომარეობაც გვაქვს ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აპოლიტიკური ადამიანი ვარ, მაინც დღევანდელ სიტუაციასაც რომ მოვარგოთ ეს 4 წლის წინდელი ტრაგედია, მე დღემდე ტრაგედიას ვეძახი, თუნდაც ამ ევროპაში რა გვინდა თუ ჯერ ისეთი ქვეყანა არ გვაქვს და ვერ შევდექით ისეთ ქვეყანას, სადაც კანონი არ განაგებს. ან რანაირად ვაპირებთ ევროპასთან ერთად ცხოვრებას, ქვეყანა, რომელიც ჯერ არ არის შემდგარი, სადაც ყველაზე ფუნდამენტური რაც არის, სამართლიანობა და სამართლიანობა არ არის აღდგენილი. მაგისთვის ვებრძოდით მიშა სააკაშვილს და მე ამ ხელისუფლებამ აიღო და ის მოსამართლეები, რომელმაც ჩვენ გაგვასამართლეს, პროკურორები, რომელმაც ბრალი დაგვდეს, გამომძიებლები, რომლებმაც არასწორი გამოძიება ჩაატარეს და შემდეგ სტრასბურგმა გაგვამართლა, როცა ეს და ზოგი არ გაგვამართლა, ზოგს არ გვეყო ჯანმრთელობა, ზოგს არ გვეყო ნერვები. მოსამართლეები ყავს ეხლა. ვერ ჩავყევით სტრასბურგამდე, მაგრამ კი ვიცით იმ ხელისუფლებამ რაც დაგმართა, გამოდის სტრესს დავდივართ. იგივე ხელისუფლებამ ეს სისტემა არ დაშალა, იგივე დატოვა, ჯერ უზენაესი სასამართლო, მე ციური სასამართლო მგონია, ღმერთის სასამართლო, აქ გვაქვს აგერ ათარბეგოვზე უზენაეს სასამართლო, სადაც ჩინჩალაძე და მურუსიძე ზის და უზენაეს გადაწყვეტილებას ადამიანების ბედს წვიტავენ. აი ესეთ სასამართლო გვაქვს და ის პროკურორები, რომელიც იქიძე სულ ქალაქის და ის პროკურორებად გაუშვეს, დააწინაურეს. მოსამართლეებს მუდმივის მისცეს და ასე არის და ესე აიწყო ცხოვრება და პირველი რომ მოდიოდა ბატონი ბიძინა იყო ის რომ სამართლიანობა უნდა ამდგარიყო და ვერაფერს მე ვერ ხედავ რაღაცა მოტივით რაღაცა აქ ზოგი ზარი შემოდის რასერჩით ბატონ ბიძინას რა დააშავა ბატონმა ბიძინამ ის დააშავა რომ ქვეყნის მართვა დაიწყო 90-იანი წლების პრიხვატიზაციის მეთოდით მარტო მე არავინ სხვა დანიშნა ეს ნაცები ოპოზიციად და ვითო ამ კინკლაობაში გადის დრო უკვე მეოთხე ეტაპზე გადავიდნენ კიდე 4 წელი ესენი უნდა იყვნენ და რა იქნება არ ვიცი დიდი მადლობა მინდა გითხრათ ქალბატონ ლელა სიმართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს კი ბატონო მაგრამ მე რას ვხედავ იცი შეჯიბრებითობა აღარ მიდის სასამართლოში რა ილაპარაკებ და ამტკიცებ და ის როგორც ბრძანება აქვს როგორც ადრე იყო ადეიშვილის პროკურატურა ისეთი პროკურატურა დარჩა მიიღებს ბრძანებას მოსამართლესაც სხვა გამოსავალი არ აქვს და აბა როგორ შეიძლება ბოლო ისე უნდა გაიკეთებიათ რომ ვიღაცა გამოერჩიათ იქიდან ერთ-ერთი მაგრამ ამას ვერ გამოარჩევდა იმიტომ რომ 10 წელი არ ქონდათ არავითარი ხელმოსაჭიდი და იგეს და 5 კაცი გააწირა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი საქმე, სადაც ამას მთელი პასუხისმგებლობით ვიძახი. არ არის არანაირი პირდაპირ და არანაირი მტკიცებულება. მე არც პოლიტიკურ თემას შევეხები, იმიტომ მე იურისტი ვარ, უბრალოდ ჩემ ჩარჩოს ვერ გავუცდები. არ არის არანაირი არც პირდაპირი არც ირიბი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირი ფუნდამენტალური მოთხოვნის დარღვევაა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, რომელიც პირდაპირ თხოვს სასამართლოს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყენოს მხოლოდ და მხოლოდ მტკიცებულებათა ერთობლიობის თაობაზე. აი ეს რომ დაირღვევა, იქ უკვე სამართლიანობაზე ზედმეტია ლაპარაკი, შემდგარ ქვეყანაზე ზედმეტია საუბარი. მაგრამ მე დაგემშვიდობებით ძალიან დიდი იმედებით, რომ გამოსწორებადი ყველაფერი არსებობს. ყველაფერის გამოსწორება შეიძლება, არაფერი არ არის გვიან და მე იმედით ვრჩები, რომ დადგება ის დრო, რომ ქვეყანა შედგება, სამართლიანობა აღსდგება და სამართალი იზეიმებს. დიდი მადლობა. მე იმ ბრძოლისთვის, რასაც ქვია სამართლიანობა და როგორც მოქალაქე და როგორც საქართველოს მოქალაქე რო იბრძვით რომ ტყუილა ის ხო ტრაგედია იყო ცალკე ტრაგედია რა საკვირველია ეს აროზროვანი ეს ორაზროვანი მაშინვე გამოთქვა ყველა მსჯავრდებულმა ბატონებო მაშინვე გამოთქვა სურვილი რომ იმდენად არიან დაინტერესებულები რომ ნამდვილი დამნაშავე პასუხისგებაში მიეცეს თუ ასეთი არსებობს ხაზგუსვამ გავუსვამ და ეს არ არის უბედური შემთხვევა
ყველა კუთხით, ყველანაირად მიიღონ მონაწილეობა, ყველანაირ საგამოძიებო ექსპერიმენტში, საგამოძიებო მოქმედებაში, ყველაფერში თუ კი რამეში ისინი გამოძიებას დასჭირდებოდათ და დასჭირდებათ დღესაც. ისინი ყველაზე მეტად იყვნენ ამით დაინტერესებული, იმიტომ რომ ყველა ფიქრობთ დღესაც რომ ეს იყო უდიდესი ტრაგედია, მთელი ქვეყნის ტრაგედია. ფიქრობთ რომ გამოსწორება ყოველთვის ყველაფრის შეიძლება და ბოლოს და ბოლოს ჩვენც ვეღირსებით იმას რომ ქვეყანაში იქნება სამართალი. ვისმინოთ უფალმა დიდი მადლობა. წარმატებებს გისურვებ და მადლობა საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომისთვის. გაიხარით, მადლობთ. მეგობრებო, რა ვიცი, ძალიან მძიმე სიტუაციას უსმინეთ, ეხლა რაც ხდება ქვეყანაში, რაც ძალიან მძიმეა, იცით, როცა ადამიანი სამართალს ვერ პოულობდა, ეს ხელაღებით გაგწირავენ, ძალიან ძნელია. გამოცდილი გვაქვს ეს და ეს ეტაპები გავიარეთ. ჯერ მარტო მაშინ იყო ანტისოროსი რო დაგვიჭირეს, მაშინ მიშამ დაგვაბრალა სამშობლოს ღალატი, ხალხო ესეთი რეგვენი იყო და მე ამერიკის საელჩომ უთხრა ხო არ გაუტიე, შენ წინააღმდეგ თუ იბრძვია, შენ რა სამშობლო ხარ და მაშინ იყო რომ აპრილში 2007 წელს 2006-ში დაგვიჭირეს, 2007 წელს გააუქმეს ეგ მუხლი, საერთოდ ამოიღო. გადატრიალების მცდელობა. მაგრამ ამას ეხლა ოცნება არ იტყვის, რის გამო იყო, იმიტომ რომ მაშინ ჩვენ უნდა გაგვიწიოს რაღაც პიარი და ეგ არ უნდა, იმიტომ რომ ჩვენ რო ვებრძოდით ანტისოროს და მიშას ხელისუფლებას. არა, ესეც საინტერესოა რა, ირაკლი, აი ახლა რაღაც კომისია რო არის შექმნილი, ხო, რაღაც საგამომძიებო კომისია რო შექმნეს და რაღაცა და აი როგორც დაზარალებული მხარე, აი არც ერთი ჯერჯერობით ჩვენთვის არ მოუმართავთ ჩვენთვის სწორედ აი ამ საკითხთან დაკავშირებით ხო ხო შეიძლება რომ ჩვენც დავიკითხოთ აი რა თქმა უნდა ჩვენც რა პირველი ჩვენ ვიყავით ხო არა მაგაზე მაგ საუბარი რომ ხო პირველი დაიწყო ენვერები და რაღაც კრეტინობები რაღაც სახელმწიფო რაღაც შეთქმულებები რაღაცეები თორე პირველი ჩვენ ვიყავით და ძალიან მძიმე ისეთი სიტუაციები ვქონდა ხო მაშინაც და მაგრამ ის უნდა აღიაროს მაშინ რომ ჩვენ ვიბრძოდით და ესენი მაშინ მიშა სამსახურში იყვნენ და სოროს სამსახურში აი გარ უნდა მაშინ ხონდა აღიარო ალბათ რაღაცა ის აქვთ რა მაგათ მაინც თავიანთი ურთიერთობა არის და ხო არ გაგაპიარებენ ჩვენ მზათა ვართ ნებისმიერ დროს თუ გამოგვიძახებენ მივცემთ ჩვენებას მაგის პრობლემა არ იქნება სტრასბურგმა გაგვამართლა მე აქ სასამართლო აიღო და გაგვამართლა ყველა და ყველა ეხლა როგორ არის სხვანაირად მაგრამ ეგ არ აწყობთ ამათ რაღაცა უნდა დადგან სპექტაკლი რაღაცა იტყვიან რომ ან ზეწოლას ახდენენ ეხლა რომ აი ჩვენ აგერ როგორც მიშას ემუქრებიან არ დამთავრდა ბიჭო ეს სასამართლო აგერ მთელი გარეჯი გაყიდა კაცმა და სასამართლო არ დადგა მაგრამ არის იმიტომ რომ ეხლა თქვა იმ სროქს მოათავებს მე ამას და ამას დაუმატებენ და ამითი ემუქრებიან რომ არ გაჩუმდიან კიდე რა ვიცი რა ეს არის ბინძური თამაშები ხალხო წამებულის მანტიას მოასხამენ მიშას რა ხო აგერ ახლა ის ქალბატონი რო დაიჭირეს ჟურნალისტი რა სისულელებს აკეთებენ ბიჭო ესენი ვერ არიან ჯანს რაღაცა ასტრალში გავიდნენ ეხლა ერთი ამოჩემებული რომ აი ტრამპმა თქვა რო თქვა თქვენ კი არ გითხრათ ის თავის ხალხს უთხრა და ამერიკელებს უთხრა რომ თქვენთვის კი არაფერს არ აკეთებს ამას უნდა ხვდებოდეთ არ არის ესე თვითონ ტრამპსაც ისე უჭირს ისე ფესვები გაიდგა ლიბერალურმა სამყარომ და ყველა ფენაში არიან შესული რომ ტრამპსაც ძალიან გაუჭირდება ესე ადვილი დასაშლელი არ არიან და ის თავიანთი ერთობა აქვს და ერთმანეთის გვერდით დგომა იციან და ევროპა ფაქტურად მაგათია აბა რა არის კაცო ევროპის დიდი ნაწილი არჩევნები და ვერ გაიმარჯვოს მაინც სოციალისტები და ისინი მოვიდნენ რა ვქო ლიბერალები მოვიდნენ მთელი ევროკავშირის უმრავლესობა. ესე ადვილი არ არის და რატო გონიათ? ეხლა იმის არ იყოს, ბიჭო, ეგერ უკრაინის ნავი გაიხრიტა. და ეს კომიკოსი, ეს შტერი კომიკოსი, რომელიც ეხლა შემსრულებელია, მაგრამ პირადად პირველი შემსრულებელი ეგ არის. დამკვეთი არ არის და სიტუაციის შემქმნელი, მაგრამ შემსრულებელია. და თვითონაც იცის და ეხლა გამოდის და სადღაც თურქეთში ჩავიდა ერდოღანთან მიშველეო, რატო უნდა უშველოს ერდოღანმა არ ვიცი და იგი გამოაცხადა რომ
როგორც არ უნდა შეთანხმდნენო რუსები და ამერიკელები, ტრამპი და პუტინი, მე მაგას არ ვცნობო. ეს ვინ არის? უბრალოდ თვითონაც არა არის ლეგიტიმაცია ამ ადამიანს, აი ეს არის ყველაზე რთული და როცა ბორის ჯონსონს აბრალებდა კაცო ჩამოვიდა და ომი დაიწყო და შენ დეგენერატი ხარ კაცო ომი რატო უნდა დაიწყო? თუ ის პირობები არ გაწყობს, რასაც კპირდებიან. ესე იგი შეკპირდნენ და რა ვიცი, ხო ხელი მოვაწერე მაგ იმას, რომ დათანხმდი ამ სიტუაციას. ეხლა რომ იცის რომ უკვე სხვა დრო მოვიდა, ეხლა გადარჩენისთვის ყველას ჩაუშვებს, ყველაზე ილაპარაკებს და რა ვიცი სისულელებს გააკეთებს კიდე, რა ვიცი. არა, სიტუაცია ეხლა უკრაინის გარშემო ძალიან ძიმეა და რეალურად უკვე ტრამპი ამას საუბრობს. და თქვა კიდევაც და გუშინ იყო შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების ლავროვის და რუბიოსი და დღეს უკვე გამოჩნდა ინფორმაცია რომ ესეთი სიტუაცია დაჩქარებული წესით რომ სადღაც მარტის შუა რიცხვებში უნდა შეხვედრო და ტრამპი პუტინი და უკვე საუბარია იმაზე რომ თებერვლის ბოლოს შეხვდნენ ეს დიპლომატიური მას აღადგენენ მთლიანი შტატი აღდგება რომ ურთიერთობა გადაუდგეს ელჩებს დანიშნავენ იმას იზამენ ნუ რაღაცები უკვე დაიწყება აი ამ ნაბიჯები ნელ-ნელა გადაიდგმება და არ ვიცი ტრამპაც კი თქვა რომ შესაძლებელია უკვე უკრაინის სახელმწიფო აღარ იარსებოს რა რეალურად ეს ხო იმიტომ რომ ეხლა გაიგუძეს ლოგიკას მიყვეთ რუსეთმა სისხლი დაღვარა იქითაც და აქეთაც და ის ტერიტორიები მაინც აიღო ხლა რა აიღებს და ეთქვის წაიღე და შეიძლება ისე გააკეთონ რომ დაძნენ და იქ უნგრეთმა წაიღოს რუმინეთმა პოლონეთმა ის ნაწილები დასავლეთის ნაწილები აქეთ რუსეთი და დარჩება რაღაც კიევის ოლქი და ტრამპი პირდაპირ ეუბნება ის რაც ფული დაგახარჯეთ ხუთმაგად უნდა წიაღისეულით წავიღო იმიტომ რომ მე გადასაყრელი ფული არ მაქვს და ეხლა ტრამპი უყურებს უფრო მასშტაბურად ანუ ქვეყნის მოძლიერება უნდა იმიტომ რომ 300 მილიარდზე მეტი ჰაერში წავიდა ამ სისულელები ამერიკის ან ჰაერში ან ვიღაცების ჯიბეში ხო ჰაერი ქვია ახლა ბიუჯეტიდან რომ გაქრება ფული ჰაერშია ქვეყნისთვის არ არის რა ყოველ შემთხვევისთვის და ამიტომ ეხლა უნდა დაიბრუნოს ორმაგად და სამაგად ეს ყველაფერი და ოღონდ ეხლა თუ დაარწმუნებენ იმას რა ქვია ვოლოდიმერის დარწმუნება ყოფილა თურმე ახლა და ევროპასაც კი არ შეატყობინა ისე დაიწყო ეს ყველაფერი და პარიზში შეიკრიბნენ ეხლა ისე და ევროპის უშიშროების რა ქვია მაგ თანამდებობას ტრიბუნასთან ტირილი დაიწყო კაცო გაგიზდები კაცმა რომელმაც აბჯარი და მეთი შუბით უნდა დადიოდეს და ხმალი ჩამოკიდებული ქონდეს და რემბოსავით იყო ტირილი დაიწყო იქა გული აუჩვილდა რაღაც სისულელები მე ტაშები და ჩახუტებები და არიქა ევროპა იღუპება რო უყავდით ევროპას მაშინ რატო არ ფიქრობდით ამაზე რატო აყევით ამ სისულელეს რომ ეს დიპსტეიტია თუ რაღაცა ომის პარტია რაზე აკეთებთ ამას რა მოიგოს როგორ შეიძლება ქვეყანას უთხრა ბოლო უკრაინელამდე იომეთ ანუ გაწყდითო ერთ დღესო თუ როგორ არის ეგა ისედაც ამდენი სისხლი დაიღვა ამდენი ბავშვი დაიღუპა ამდენი ახალგაზრდა დაიღუპა ქვეყანა დაინგრა ეკონომიკა განადგურდა 14-15 მილიონი გაიქცა ქვეყნიდან რა გაუკეთეთ ამ უკრაინას მილიონზე მეტი გარდაცვლილია აი რა გაუკეთეს და რისთვის გააკეთეს რომ ჯიბეები გაესქელებიათ და მისი რა ქვია ვოლოდიმერის ცოლი მილანში დადიოდეს შმოტკების ჩამოსატანად ამისთვის გაკეთდა ყველაფერი ყველაზე საინტერესო სწორედ ის არის აი როგორც იტყვიან რომ ჩაძირული გემიდან ვირთხები გარბიან და უკვე ზელენსკის უკვე ეცლება გუნდი რა ის ეხა არახამიამაც დატოვა მაგის ბიჭო ყველა თავის გადარჩენაზე ფიქრობს ის გონჩარენკო უკვე მას დიქტატორს ეძახის რომ დიქტატორი ხარ და ასე შემდეგ და ფაქტიურად ჩვენს აზრით ალბათ მარტო დარჩება ზელენსკი თვითონ, იმიტომ რომ სამხედროებიც მას ალბათ გაწირავენ და ყველანაირად ეცდება ახლა რომ თავი გადაირჩიოს. თან როგორ თქვა ტრამპმა, ეს რუსეთის ნარატივი არ არისო, ეს ჩემი ნარატივია და სხვა ბევრი ქვეყნის რომ ჩატარდეს არჩევნები. არჩევნები რა თქმა უნდა.
ჯერ ომი უნდა გაჩერდესო, მე თვითონ ესეთი ხმა გამოვიდა, გაჩერდება ომი, ჩატარდება არჩევნები და არჩევნების შემდეგ დაიწყება მოლაპარაკება და რუსეთი არ არის გაყინვის მომხრე, მას უნდა მთლიანად დამთავრდეს ეს პროცესი და ყველაფერი მან კიდე ერთი საინტერესოა, რომ მიდის საუბარი იმაზე, რომ რაღაც სამშვიდობო ძალების ჩაყენება, რომელზეც რუსეთი კატეგორიულად მოწინააღმდეგეა იმისა, რომ ჩადგეს იქ რაღაც ევროპის რაღაც სამშვიდობო ჯარები რა. რაღაც სულელურ რაღაცებს ხარ რუსეთი მაგას რო არ დათანხმდება, ეს ფაქტია რა. იმიტომ რომ ფაქტიურად უკვე ნეიტრალური ტერიტორია უნდა ბუფერი იყოს ევროპასა და ბუფერული ზონა უნდა დარჩეს რა. აგერ იმან ტაკერმა ჩადა ინტერვიუ რომ ეს დაიწყო კლინტონის დროსო რომ რუსეთის საზღვრის გარშემო მთლიანად ნატოს ქვეყნები იყოს, რომ რუსეთს ყველა მხრიდან კონდეს საშიშროება, რომ ნატოს ჯარები დგასო. ახლა ელცინი ვინც იყო, ყველა ვიცით, იმ დროს სხვათა შორის ელცინი იყო, როდესაც აფხაზეთის ომი მიმდინარეობდა საქართველოში და არავინ არ დაატორმუზა ის რუსები რო არ შემოსულიყო. ამერიკელები იჯდნენ იქა და ქვეყანას ძარცვავდნენ. ამერიკელები და არ შეეძლოთ ელცინის უთქვა რომ აფხაზეთში არ შეუშვა რუსის ჯარიო. და ესეც არ გაკეთდა, დაგვსაჯეს სამაგალითოდ. კიდე უნდა დავესაჯეთ, აგერ ერთი ტყვია რო გავარდნილიყო რუსეთის მიმართულებით, 3 ბომბი ეყოფოდა, რომ ქვეყანა დაშლილიყო და დაანგრეულიყო. და ასე მდგომარეობაში, როცა რას ვერ ვიგებ, იცი, ესე დაძაბულ სიტუაციაში ესენი კიდე რატო ძაბავენ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციასთან ურთიერთობას? ხო შეიძლება რაღაცნაირად მოაგვარო, რომ დაწყნარდეს, დამშვიდდეს ქვეყანა, ეკონომიკა რაღაცნაირად ფეხზე დადგა და კიდე რომ განვითარდეს, ხო არ შეიძლება ესეთ, როდისმე ხო უნდა დამთავრდეს. რა უნდა ქნან? არაფერი აქ რა არის, ეხლა მე როგორც უყურებთ, ალბათ არის ერთი ის მომენტი, რომ იმდენად აქვს უკვე ამათ მადა გახსნილი ქართული ხელისუფლებაში ყოფნა უკვე ამდენი წელია და ეს მადა გაეხსნათ, რომ უკვე ყველაფერი თავისი აქვს აბსოლუტურად, ხო? იქ ოპოზიცია თვითონ შექმნეს, იქ რაღაცებს აკეთებენ, ხო და ეს ყველაფერი არის, მე სპეციალურად იმას ვქენი და ასეთი პარლამენტი, როგორც დღეს ჩვენთან არის, ერთპარტიული პარლამენტი რეალურად მხოლოდ არის ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში. რუსეთი და ბელორუსი ბელორუსია, იქაც კი რამოდენიმე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და აი ამ ჩრდილოეთ კორეისა და მაგალითზე მიდის ქართული ოცნება და ესე არ შეიძლება ეს ყოველთვის ის ჩრდილოეთ კორეა საით არის და როგორ არის და რა განვითარების ხალხია ვიცით, იმიტომაც აიგრე ერთპარტიული ქვეყანა და ოპოზიცია საიდან უნდა ყავდეს ახლა ჩვენ საბჭოთა კავშირში ოპოზიცია ყავდა კომუნისტები. ბოლოს მე მაინც იყო ხოლმე უპარტიო რაღაცები ძრებოდნენ იქზე უმაღლეს საბჭოს იმაში იყო ეგეთი ისენი და აი დღეს რაც ხდება ხო აი საქართველოში ეს არის ძალიან ცუდი რომ მithumetes თავისუფლად შეეძლო ქართულ ოცნებას რომ მრავალპარტიული ძალიან კომფორტული პარლამენტი ყოლქონოდა მას. ის ხმები არ მოეპარა ჩვენთვის, რა ხმებიც ჩვენ მივიღეთ. კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც როგორ შეიძლება თუ არავინ კრიტიკას თუ არავინ აკეთებს შენ საქმეზე, მიდიხარ შენი გზით და თვითკრიტიკის უნარი ამათ არ გააჩნიათ და რა ვიცი როგორ გითხრა, რა უნდა იყოს ამის ისა. ერთი და იგივეს აკეთებენ, რომ მარტო ჩვენ და მე მგონი ესე ქვეყნის განვითარება ძალიან უხერხული იქნება. ეხლა რა მე არ მგონი ეხლა ტრამპი მართლა ევროპას დაეჯახოს. იქ USAID დაშალა, USAID კი არ დაშალა, ეს USAID იყო, რომელიც მაგას
პირადად ებრძოდა და იქ თელფონს პირადი ანგარიშები ჰქონდა მას. იქ არაფერს არ ხურავს. ეხლა გაწმინდავს და თავის ხალხს მოიყვანს და ისევ ის ექნება, მაგრამ იუსაიდი რო გაწმინდავს, ცერუს უნდა დაარტყას, ცერუს ორგანიზაცია, ეგა გაправებული ორგანიზაცია, როგორც სხვა სახელი იქნება რაღაცა იუსაიდის არა, იგივე დადო ხალხს შეცვლის კაცო შიგნით და თავისიანებს და ახენებს, იმიტომ რომ მტრები ყავდეს და ამხელა ფული ქონდეს, მტრებს ვისაწყობს ეგა. ზარია გისმენთ. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობთ. თქვენს გადაცემას ეგან უსმენდი ქალბატონს ადვოკატს ერთ-ერთი უკანონოდ დასჯილისა. და ორივე სიტყვა სასამართლოზე მინდა ვთქვა მე თქვენის ნებართვით. კი ბატონო. ძანეთ. ეს გადმონაშთი რაც არის მიშაზროინდელი დღეს ცირგამაგრებული და ფესვებ გადგმული არათუ არის ამას კარგად ვხვდებით ყველანი. და იმ პერიოდში რაც იყო და როგორც იყო თუნდაც რომ გირგვლიანის სასამართლო პროცესები რო გამიხსენოთ, რასაც შეეწირა დედამისი ცხოვრებული ღმერთმა ათმონოს ორივენი და ის მოსამართლეები რო გეყოლება, ისინი კი არ წვეტენ სიტყვას, ვინც ასე ვთქვათ, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ვინც არის, კიდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ვინც უნდა წვეტავს ყველაფერს, კაი დედიშვილია და არ დაუჯეროს. შეეძლო შეექმნა პარლამენტი, შეეძლო, მაგრამ არ შექმნა, იმიტომ არ შექმნა, რომ ყველაფერი თვითონ უნდათ. ყველაფერი აბსოლუტურად და ეს ხალხი კიდევ ვეღარ ხვდება იმდეს რა უნდა გააკეთოს. გამოდია წეღან ინტერაქციის უსმენდი და გამოვიდა მოხუცი ვიღაცა და იცახის რომ მე 450 ლარი მაქვს და სხვასაც რატო აქვ ამდენიო. შედარუცი რომ კაი 20 ლარი ქონდეს იმას. შენ რა მოგემატება ამით? შენ რა მოგემატება 450 ლარი დოხარ ხელისუფლებაზე არაფერი აღარ სიტყვა აღარ უნდა დაძრა შეკაი ადამიანო. თუმცა პარლამენტში ათასობით მოიმატებს ფასები. ეს რაც ჩანს, რაც აშკარაა, ისე რამდენი შეღავათები აქვს ვირიცის. მე ოფლსგურიან ყოველ დღე. არჩევნების წინა პერიოდში ბოდიშვილი, არჩევნების წინა პერიოდში კიდევ დავდე Facebook-ზე. სანამ არ არის ვიანი, გააფერადე ვიანი არა. ვის არც არავის. კი, წაკითხული მაქვს. თან როგორ შრომობენ, ხო ხედავთ ეს პარლამენტი დღე და ღამე ოფლს ენას გადმოაგდებენ და მეტი არაფერი არ ისმის მაგათგან. რა ვიცი, დაგითხრათ, მართალი ბრძანება არაფერი არ შეცვლა სისტემა იმას გვამადლიან რომ ციხეში არ მაუპატირეოთ და თურმე ეგ ხო ნორმა ხო არ არის კაცო რო არაკეთებ ეგ ჩვეულებრივი ქართული და ადამიანური საქმეა და ამას რომ მომადლი აგერ ამდენი საქმეებია გასარჩევი რამდენი უსამართლო და აგერ ბიჭები ხუთი ბიჭი დაიჭერეს რომელსაც აქ ეუბნებით ხა ვადევნებდი ეს ჩემი ახლობელი ოჯახია ეს ჩიქოვანების და ვიცი რაც ხდებოდა და როგორც ხდებოდა არავითარი თავისი ფეხით გინახია დამნაშავე მივიდეს თან როიცის რომ რაღაცა კვლელობაზე არის ლაპარაკი რა სისულელია გაიქცეოდა და საერთოდ აღარ გამოჩნდებოდა აი ესეთი სამართლის ქვეშ ვარ და ვის გინდა რომ მიმართო აღარავინ აღარ დარჩა ზარია ბატონო გისმენთ ალო გისმენთ ალო მისმენთ დიახ ზანეთ ხაზება ზანეთ მაინტერესებს ალო დიახ მაინტერესებს ამი იუსაიდზე საუბრობთ დიახ რომ ეს ისეთი ორგანიზაცია ეს ჩვენ არ ვტრობ და მე კითხვა მაქვს თქვენთან როგორ არ ვტრობა ვტრობ და კი ბატონო აბა რასამართლებს ეხლა წავიდე და სხვანაირად შეიქმნება ის და მე სხვანაირად არა უყურეთ რაშია საქმე არა თუ მომისმენთ ერთ წუთი გეტყვით ამერიკას საგარეო კურსის შეცვლა ესე არ ხდება უბრალოდ ის USAID ინფორმით რა ფორმითაც იყო ბაიდენის დროს ტრამპის წინააღმდეგ იბრძოდა და ეს ამას არ შეცვლა შეიძლება სახელი მართლაც შეუცვალონ ან იმიტომ რომ ეს საქმეები სადაზმევრო საქმეებია ხალხო იკვლევს ქვეყნებს იკვლევს მოსახლეობას განწყობებს სიტუაციას სამხედრო საქმეებს ესე არ არის რომ აიღოს ახლა შეცვალოს ქართველებს არ მოწონს ესე კი მაგრამ თქვენ ბრძანებით რომ ესო ისო ხელისუფლებას მტრობდაო ეს ხელისუფლება ხო ჩვენი არჩეულია ამ ხელისუფლებას ხო ამ ხელისუფლებაზე ხო ჩვენ ავირჩიეთ და ჩვენ ის ხალხი ვინც ჩვენ ავირჩიეთ
და თქვენ რომ არ გინდათ ეს ხელისუფლება და ჩვენ რომ მტრობდა ის მტრობა არ არის თუ მათო თქვენ რომ მტრობთ ვიღაცა ეგ არის მტრობა ეს მაინტერესებს თქვენ რა გავიგო პასუხი აი გეტყვით რა ესენი ეხლა რომ ამ ქურქით გამოდიან კონსერვატორებად რო თვლიან თავს ჩემო ბატონო 2004 წლიდან რაც მიშა მოეთრია და სოროსი აქ ჩამოეთესლა იმის მერე ვიბრძვით ციხეები გამოვიარეთ და ყველაფერი გამოვიარეთ და სად იყვნენ ესენი ვის მტრობდნენ იმ ფულებს ჭამდნენ რასაც დღეს ის ეგრეთ წოდებული ოპოზიცია ჭამს იმ სახრავზე იჯდნენ და იქ ძოვდნენ დღეს 80% ისინი არიან მაგ ხელისუფლებაში ეს არ არის რომ ისა ბრალს ვგდებ ჩემი მტერი და შენი მტერი საქართველოს მტერი არ უნდა იყოს თორე ვიღაცის მტერი რაში მაინტერესებს მე ხელისუფლებაში მოვიდნენ და დაждდნენ და ახლა ყველაფერი მაგათია რახეთ მაგას არაფინანსებს იმიტოა ცუდი რო აფინანსებდა კარგი იყო ესე არ ხდება სიმართლე უნდა თქვა სამართლიანობა უნდა იყოს ქვეყანაში არაფერი არ არის დაუცველია ყველა ადამიანი ვისაც უნდა იმას ჩააგდებენ და იმას დედას უტირებენ სად უნდა იჩივლო ვერსად ვერ გაიტანს სიმართლეს ცოტა დრო დაგვრჩა დღევანდელ გადაცემაში რა ვიცი ყოველთვის მინდა რომ რაღაცა პოზიტივზე ვისაუბროთ რაღაცა მომავალზე ვისაუბროთ რაღაც კარგ საქმეებზე და ყოველდღე ისე ხდება რომ არ რჩება ამისთვის არც რაღაცა სივრცე და არ არის რომ რაღაცა ვთქვა გვინდა ყველაფერი კარგად იყოს კი ბატონო მშვიდობა თქვენ გონიათ ჩვენთვის მოიდა თავისთვის არ მოიტანეს ის მშვიდობა თავისთვის ხელისუფლება შეენარჩუნებიათ ერთი რაღაცა რო ვთქვა და თქვენ გონიათ ნაცები რო ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში ომს დაიწყებდნენ არ დაიწყებდნენ ესე სულელებიც არ არიან მიშას ჭკვაზე აღარ დადიან რატო დაიწყებდნენ არ დაიწყებდა რომ დაიწყებდნენ იცოდნენ რომ ჩამოაგდებდნენ და ამისთვის ომს დაიწყებდნენ რასი სულელია ეს მათი ნარატივი კიევში ჩარჩენილი იმების იქიდან და სხვათა შორის ირაკლი აი მინდა ახლა 2 წუთი გვაქვს დარჩენილი და აი ქვეყანას და ჩვენ გვექნება საერთოდ ძალიან დიდი გამოწვევა ომის დამთავრების შემდეგ. რა თქმა უნდა. აი იქ იქნება ძალიან დიდი გამოწვევა იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი ქართველი, რომელიც იბრძვის უკრაინაში და რომლებიც არიან ეგრეთ წოდებული უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის ზონდერები ჩამოვლენ და აი აქ მე რა იქნება აი აქ მართლა მოუწევს ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას ბეწვისხიძე გავლა და მე იმეც ვიტოვებ რომ აი ეს არა არ მოხერხდება ეხლა ეგ შეიძლება მართლაც იმ პერიოდში მოხერხებული იყო და ეხლა ამას აღარ დაუშვებენ მე ესე ვფიქრობ და ყოველთვის მინდა რომ მშვიდობა იყოს არა უნდა იყოს ესე უნდა იყოს ჩვენ გვინდა მაგრამ ესე უნდა იყოს და ესე ჩემო დღევანდელი ჩვენი ეთერის დრო იწურება მე მინდა ვიყოთ იმედიანად ვიყოთ შემართებული ვიბრძოლოთ ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს და ყოველთვის იქითკენ ვიყოთ რომ პოზიტიურად ვიყოთ განწყობილი და გვიყვარდეს ერთმანეთი და გვფარავდეს უფალი ღმერთი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც გვისმენდა დღევანდელ დღეს და ერთი მინდა მშვიდობიანი საღამო გისურვოთ და ხვალინდელი დღეც იყოს თქვენთვის და ჩვენთვის ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი დიდი მადლობა ყურადღებისათვის.